გამარჯობა. ამ ვიდეოში მოვამზადებთ ქართულ ტრადიციულ პასკას. ძალიან არომატულს, ფაფუქს და ამავდროულად ნოტიოს. ვიწყებთ აპარით. ეს არის საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს ტექსტურას. ოდნავ თბილ რძეს ვამატებთ საფუარს, შაქარს და ფქვილს. ვურევთ და ვტოვებთ აფუებისთვის. უნდა მივიღოთ ასეთი ჰაეროვანი აქტიური მასა. ახლა ვამზადებთ პასკის გულს, კვერცხის მასას. ვამატებთ შაქარს და თაფლს. ვთქვებთ სანამ გათეთრდება და ჰაეროვანი გახდება. ვამატებთ არომატებს: ბრენდი, ვანილი, ილი, მუსკატი, დარიჩინი, მიხაკი, ჯინჯერი და შაფრანი. ბრენდი და შაფრანი აძლევს სიღრმეს. ლიმონის და ფორთოხლის ცედრა, განსაკუთრებული არომატისთვის. ვამატებთ არაჟანს. ვაერთიანებთ აპარას და კვერცხის მასას. ფქვილს ვამატებთ ნელ-ნელა. ცომი იწყებს შეკვრას. სანგემრიელი გამოვა. ბოლოს ვამატებთ მარილს. პასკის ცომს სჭირდება ხანგრძლივი მოზელა და კარგი განწყობა. ახლა ვამატებთ რბილ კარაქს ეტაპობრივად. ვეცადოთ მიქსერში მომზადებისას ცომი ზედმეტად არ გათბეს, თორემ ჩვენი საფუარი დაკარგავს აქტიურობას. საბოლოოდ უნდა მივიღოთ პრიალა, რბილი და ელასტიური ცომი. ცომის ამოსვლას სჭირდება 2-3 საათი. დამოკიდებულია რა ტემპერატურაზეა მოთავსებული. უნდა გაორმაგდეს და გახდეს ჰაეროვანი. ახლა ვამატებთ გარეცხილ ქიშმიშს. ვურევთ თანაბრად. ყოფთ ცომს გუნდებად. ფორმებში ვათავსებთ დაახლოებით 1/3-ზე. მოვათავსოთ თბილ ადგილას. ველოდებით რომ ამოვიდეს ფორმაში და შეავსოს 3/4 ნაწილი. ღუმელში მოთავსებამდე ზემოდან ვუსვამთ კვერცხის გულს რძით და თაფლით. ეცადეთ არ გამოგიშრეთ და ზედმეტად არ აცხოთ. ვაწყობთ 170 გრადუსზე 40-50 წუთი. აუცილებლად შევამოწმოთ ხის ჩხირით. თუ ამოვიდა მშრალი, ესე იგი ჩვენი პასკა მზად არის. ეს არის პასკა, რომელიც არის არომატული, ფაფუკი და სწორად დაბალანსებული.